ჩვენ განვაგრძობთ Microsoft Word 2016-ის ვიდეო გაკვეთილებს ცხრილების თემასთან დაკავშირებით. თუ თქვენ ამ ვიდეოთ იწყებთ ყურებას, შეგახსენებთ, რომ წინ გქონდა უკვე ცხრილების ვიდეოების ჩაწერილი და გთხოვთ ნახოთ ჯერ ის ვიდეოები, ისე გააგრძელოთ ამის ყურება. რათა სრული ცოდნა მიიღოთ ამ საკითხში. შევდივართ insert menu-ში, ვირჩევთ tables, ვარჩევთ მაგალითად ამ სტილის ცხრილს და მოდით ვისაუბროთ უკვე layout menu-ში, რა ბრძანება არის ბრძანება delete-ი. თუ დავწერთ რაღაცა ტექსტს, მაგალითად 1 2 3 პირობითად, შემდეგ ქვემოთ დავუშვათ 4 5 6 და კიდევ ქვემოთ 7 8 9 და მაგალითად დავდგებით მეხუთე უჯრაზე. მივცეთ ბრძანება delete-ი, თუ ავირჩევთ ბრძანებას delete table, ბუნებრივია მთლიანი ცხრილი წაიშლება. undo-თი ვაბრუნებ ცხრილს, თუ მივცემთ ბრძანებაში delete column, მაშინ მთლიანი სვეტი ამოიშლება, სადაც იყო ხუთიანის უჯრა. თუ მივცემთ ბრძანებას delete row, ამოიშლება მთლიანად ხუთიანი რომელ ხაზშიც იყო ის ხაზი და თუ მივცემთ ბრძანებას delete cells-ი, ამ შემთხვევაში უკვე ამოიშლება ფანჯარა, რომელიც გვეკითხება რა წავშალო. ქვემოდან მოვყვეთ, რომ delete entire column, ანუ წაშალოს მთელი სვეტი, წაშალოს მთელი სტრიქონი, წაშალოს ერთი უჯრა და შეავსოს ის ქვემოდან, აი ნახეთ, 8-იანი აიყვანა ზემოთ და 5-яნის უჯრა ამოიშალა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მივცემდით shift cells left-ი და OK, 6-იანი ჩანაცვლდა, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება, რომ ბოლოში ეს უჯრა საერთოდ გაქრა, ხოლო ქვემოდან ამოსვლის დროს ის უჯრა არ ქრებოდა, ანუ შეავსოს სტრიქონი. ასევე გეტყვით, რომ თუ ვდგევართ მაგალითად მეხუთე 5-яნის უჯრაზე, დავაწვევით ბრძანებას insert above, ნიშნავს, რომ ჩაემატება ერთი სტრიქონი ზემოთ, ხოლო თუ მონიშნული გვექნებოდა მაგალითად თუნდაც ორი უჯრა პირობითად ესე და insert above-ს მივცემთ, დავინახავთ, რომ უკვე ორი სტრიქონი ემატება. თუ პირიქით მოვნიშნავთ დავუშვათ 3-ს და მივცემთ თუნდაც insert below, უკვე ვნახავთ, რომ 3 სტრიქონი დაემატება ქვემოთ და ასევე გეტყვით, რომ თუ ერთ უჯრაზე ვდგევართ insert left-ით ემატება ერთი სვეტი, ხოლო თუ მონიშნული გვაქვს დავუშვათ 3 უჯრა და insert დავუშვათ right-ი, უკვე ჩაემატება 3 კოლონა. ასევე გეტყვით, რომ შესაძლებელია მოინიშნოს რაღაცა კონკრეტული უჯრები და მონიშნული უჯრებზე მიცემული იქნეს ბრძანება merge cells-ი, ანუ გაერთიანდეს ეს უჯრები. თუ უჯრებში ტექსტი წერია და ისე მივეცით ბრძანება merge cells-ი, მაშინ ისინი გაერთიანდებიან და enter-ების დახმარებით იქნება ჩამოშლილი ეს ტექსტები. ასევე არის ბრძანება split table-ი, ანუ სადაც გეხართ, იქ თუ აირჩევთ ბრძანებას უბრალოდ split cells, გეტყვით, რომ რამდენ სვეტად, დავუშვათ 4 სვეტად და 4 ან 6 სტრიქონად დაიყოს უჯრა, აი დაიყო ეს უჯრაც და თუ გეხართ დავუშვათ აი ამ 7-იანზე და მისცემთ ბრძანებას split table, ამ შემთხვევაში ნახავთ, რომ 1 და მეორე ცხრილი უკვე ცალ-ცალკე მდგომი ცხრილებია და ისინი ცალ-ცალკე მოექცნენ ამ ფურცლის ნაწილში. ანუ ეს იყო თემა, რომელიც ეხებოდა ცხრილის სვეტებისა და სტრიქონების დამატებას, წაშლას, უჯრების დაყოფას და გაერთიანებას. მათ შორის ასევე ცხრილის გახლეჩვასაც და შემდეგ ვიდეოში უკვე ვისაუბრეთ ცხრილის სვეტებისა და სტრიქონების ზომების ცვლილებასა და გათანაბრებაზე და ასე შემდეგ. დაგველოდეთ შემდეგ ვიდეოში.